ვისწავლოთ ერთწერტილოვანი პერსპექტივა მარტივად. ხატავთ ჰორიზონტს, დავსვათ ცენტრალური წერტილი, ეს არის ერთწერტილიანი პერსპექტივა და ამაზე მეტი წერტილი არ უნდა იყოს. ამ წერტილიდან გამომდინარე უსვამთ დიაგონალურ ხაზებს, ესაგება და გვეხმარება, რომ სწორად დავაგოთ ფიგურები. ძირიდან ვიწყებთ შენობის ხატვას, ასევე დაუხატავ არკებს, დააკვირდით როგორ ხაზებში ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ამის დამეშვეობით ააგოთ შენობა სწორად. ჩრდილების შემდეგ წინ გავაკეთებ ჩიხს, რომ გაიგოთ თუ როგორ შეიძლება ასეთი პერსპექტივით დახატოთ ოთახის გარემოც. ხატავ მეორე შენობას, რომელიც არის უფრო ახლო პლანით და სხვა კუთხით არის დახატული. ამ ხაზების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ფანჯარაც, კარიც. ეს აგება ყველაფერში დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი იყოს პერსპექტიულად სწორად. როგორც ხედავთ, ახლა ვხატავ მაღალ შენობას, რომელიც არის უკანა ფონზე და წინა შენობა ფარავს. ახლა გავაფორმოთ ზედაპირი და გავახტოთ ჩუქჩრდილები შენობებში. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. შემდეგ იქნება ორწერტილიანი პერსპექტივა.